მე-13 ყოფილი ხონის საჯავახსრულების დაწესებულება იყო ერთადერთი ადგილი დღეისათვის საქართველოში, სადაც შემორჩენილია ეგრეთ წოდებული სააკაშვილის კარცერების შენობა. აქ არის სულ 10 საკანი, სადაც იხდიდნენ დამნაშავე ჯაბდებულები, იხდიდნენ საჯელს დაარღვევდა შინაგანაწესის მოთხოვნებს. ჩვენ ნახეთ კარცერების ის სისტემა, რომელიც როგორც ყოფილმა ერთ-ერთმა აქ მყოფმა თანამშრომელმა, ვინც გიდობა გაგვიწია თქვა, ზუსტად ისევეა ხელუხლებელი, როგორც იყო 2007-2008-2009 წლებში. ჩვენ კედლებზეც ვნახეთ პატიმრების მიერ გაკეთებული წარწერები, მათ შორის წლებიც და ის თუ როგორ ითვლიდნენ დღეებს ხაზების ჩამოსმით, იმიტომ რომ ყველანაირი კავშირი გარესამყაროსთან ჰქონდათ აკრძალული და დაკარგული. აქ იყო განთავსებული ჯავდებულები, ეს დაწესებულება 750 კაცზე იყო. საწოლები იყო განლაგებული ორ-ორი საწოლიანები, სადღაც 1000 კაცზე მეტი იყო. და ცხოვრობდნენ გარე. ტევადობა არის 750 სიტყვაზე იყო 750-ის, 1000-ზე მეტი სად უნდა ყოფილიყო გარე თო სადღაც. სააკაშვილი არ იყო, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს სჯიდა და შემდეგ არაადამიანური მოპყრობის და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე.